დღეს უაღრესად არაორდინალური ვითარებაა. არაორდინალური, აი ორდინალური ვითარება რომ იყოს, ანუ არაფრით გამორჩეული ესეთი დაძაბული ვითარება რო არ იყოს, ესეთი მძაფრი რო არ იყოს, ემოციები, განცდები, ვნებები და ასე შემდეგ, ჩვენ თითოეული ჩვენგანი იქნებოდა გულ და ხელგაშლილი იმ ჩვენი ნაცნობ ნათესავ მეგობრების მიმართ, რომლებთან ერთადაც ჩვენ წლები გაგვიტარებია. აი, მაგალითად, სადღეგრძელო წარმოუთ თქვათ ერთი. მოდი გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს, ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოთ, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და თავისუფლებისთვის მებრძოლებს გაუმარჯოთ. ომახიანად შეძახებდა რომელიმე ჩვენგანი თამადა, თუ იქითა და თუ აქეთა ბანაკიდან დღეს იქითა და აქეთა ბანაკიდან და თანა მეინახეები ავდგებოდით ფეხზე და რასაკვირველი ავყვებოდით ამ ტოლიბაშის ზემო იმერეთში ასე ამბობენ ხოლმე, ნუ მოკლედ თამადის მიერ წარმოთქმულ სიტყვას გადღეგრძელოს და ჩვენს ომახიანები ვიქნებოდით, განა არა, მაგრამ ბოლო პერიოდია განსაკუთრებით სამნახევარი წელიწადია, მეთქი ასე ვიტყვი უკრაინაში რუსეთის მორიგის შეჭრის შემდეგ, მაგრამ კიდევ უფრო განსაკუთრებით წელიწად ნახევარია, 2 წელიწადია ეს ომახიანობა ხო დაიკარგა ერთად ომახიანობა, ერთად ყოფნის სურვილიც და მეორე მხრივ ჩვენ აღმოჩნდით არაორდინალურ ვითარებაში და არაორდინალურ ვითარებაში იცნობა ადამიანი ჩემი აზრით და არაორდინალურ ვითარებაში ყველანი ერთმანეთზე უკეთესები ომახიანები კიდევ ერთხელ ვიხმარ სიტყვას ამ სიტყვას ერთმანეთის მიმართ ხელგაშლილები, გულგაშლილები და ასე შემდეგ ამგვარები ვართ, აი მეგობრობაზე ორიენტირებულები. და ნაცნობი იქნება, მეგობარი იქნება, ახლობელი იქნება, ნათესავი იქნება თუ ასე შემდეგ, სწორედ შეჭირვებისას, ისევ სიტყვას ვიხმარ, გიბოდიშებთ, არაორდინალურ ვითარებაში კრიზისის დროს, ალბათ უკეთესი სიტყვა, კრიზისის დროს იცნობა ხოლმე. ეს არის ერთი, ისი თქმაც მინდოდა. მეორე, ამ 10 წუთის წინ მე ვუსმენი და გაჩვენებთ ფრაგმენტს ინტერვიუდან სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილთან, რადიო თავისუფლება მაიღო ეს ინტერვიუ და აქ ძალიან საინტერესო მონაცემებს გვიმხელს იაგო და ჟურნალისტის ჩაეკითხება პრაქტიკულად სრულ 2 წუთიან მონაკვეთს გაჩვენებთ მე თქვენ გავრცელებულს რადიო თავისუფლების ვებგვერდზე და ხანდახან შევჩერდები და გავარჩევ ჩემს მოსაზრებას შემოგთავაზებთ არაორდინალურ ვითარებისა და გამო საზოგადოების ერთი ნაწილის ქმედების ქცევის და ეს ერთი ნაწილი ქართული ოცნების მომხრე ნაწილია ქცევის შესახებ. აი დავიწყოთ იაგოს მოსმენა. ჯგუფში დაახლოებით 10-15%-ია ის ნაწილი, ვინც მაინდა-მაინც ესეთი ხბოს-ახტაცებით არ შეხურებს ყველაფერი იმას, რაც ქართული ოცნება აკეთებს. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ჯგუფში ოპოზიციურ განწყობებზე გადმოსვლის 10-15%-ია ქართული ოცნების მომხრეთა ჯგუფში, ვინც ხბოს-ახტაცებით, ხბოს-თვალებით არ გახურებს, ხბოს-ახტაცებით არ უყურებს იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ქართული ოცნების მეოხება ძალისხმევით დღეს საქართველოში, მაგრამ კითხვა მაქვს იაგოსთან ნაკლებად და უფრო ამ საზოგადოებასთან. რა შეიძლება, ან რა უნდა მოხდეს, რომ თქვენ ხბოს-თვალებით კი არ უყურებთ, კი არ შესცქეით ქართულ ოცნებას, მაგრამ რომ იყოთ რაღა უნდა მოხდეს, რომ იყოთ უფრო ხმამაღალნი, რაღა უნდა მოხდეს უარესი, რომ თქვენ ერთხელ და სამუდამოდ მიიღოთ გადაწყვეტილება, მათ ერთხელ და სამუდამოდ მიიღონ გადაწყვეტილება პრინციპული, მათი ცხოვრების განმავლობაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არა მაინც და მაინც ოპოზიციის რას მზადებთ, არამედ ქართული სახელმწიფოს მხარდასაჭერი ნაბიჯი გადმოდგან ქართული საზოგადოების მხარეს. ადამიანების ცემეს დეკემბრის დასაწყისში სისხლი ასვეს. ადამიანებს მანქანებში ტენიდნენ და სცემდნენ და ურტყავდნენ და აწამებდნენ.
ქუჩაში ხვდებოდნენ თუ ფორმიანი და თუ უფორმო ტიტუშკები, პოლიციელები თუ გედედეს თანამშრომლები, არ ღებევდნენ ისინი ადამიანის უფლებებს. უკვე იანვრიდან როცა ჩაცხრა ამგვარი ვნებები კანონზე იღებს მდინარაძე და მისი ბანდა, კობახიძე და პაპუაშვილი და მისი ბანდა იღებს. ეს კანონები შემზღუდავი არის თუ არა ქართული საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელსაც პროტესტის გამოხატვა შეუძლია უნდა და რომელიც ვალდებულია რომ გამოხატოს პროტესტი Facebook პოსტების გამო ადამიანებს 5-10 12 დღით აპატიმრებენ ქუჩაში რომ ადამიანი შესძახებს რაღაც სლოგანს რაღაც სიტყვას ქართული ოცნების რიგითი წევრების საწინააღმდეგოს ამის გამო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებენ Facebook სტატუსები თქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამის გამო ხდება თუ არა ადამიანების დაპატიმრება იღებენ თუ არა კანონებს და აი ხლა ერთი ამბავი გავრცელდა ერთი ახალგაზრდა კაცისა ნახეთ რაქნა ტელეკომპანია იმედმა რაქნა ადამიანს არ უჭირავს აქციების დროს დანა ცივი იარაღი იმედმა ფოტოშოპში ჩაახატა ეს დანა ცივი იარაღი ეს მტკიცებულებად აიღო როდის ვიხდი ერთი წამით ჩავთვალოთ რომ ეს არის დანა აი პულტი მიჭირავს ხელში აი ვერცხლისფერი მისი ნაწილი არ ვიცი ჩანს თუ არა ხო აი შავი ნაწილი კი ბატონო ხო ეს ჩაახატა ვითომ ესე უჭირავს ერთ-ერთ დემონსტრანტს გვარიც შემიძლია გავიხსენოთ ცხადია გავიხსენოთ ცოტა ხანში ვიტყვი რა გვარის არის აი იაგოს ინტერვიუ ჩავიკითხოთ ბოლომდე თუ უსმინოთ ბოლომდე და ჩაახატეს ეს წარუდგინეს სასამართლოს და ამის გამო უშვებენ საპატიმროში ეს ახალგაზრდა კაცი არის სხვაგანაც ამ აქვს გაგზავნილი და ბარემ ვიტყვი ხო საბაჯიკია და აი კადრი ბოდის ვიხდი თუ გამოჩნდება ზედა კადრში არის ჩახატული დანა ქვედა კადრში არის უბრალოდ მოკუმული მუშტი იმედმა ეს დანა ჩაახატა გაავრცელა იტევ იმედი აწერია სად არის აი აქ ეს წარდგა სასამართლოს წინაშე ეს ბჭყალებში მტკიცებულება და საბაჯიკიას 4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ხო და მე კითხვა მაქვს ამ გზაბნეული ქართულ ოცნებას რომ არ ემხრობიან და ხბოს თვალებით რომ არ გახურებენ მას იმ ამორჩევლის მიმართ. როდისღა გადმოხვალთ სიმართლის მხარეს. ან რა უნდა იყოს ტრიგერი იმისა, რომ თქვენ გადმოხვიდეთ ქართული ოცნების მხარეს. რა უნდა იყოს ტრიგერი და როდის უნდა დაიკიდოთ ფეხებზე რა გინდა რა აპრავდანიე საბაბი მიზეზი, რის გამოც დღემდე რჩებით ან ქართული ოცნების ამომრჩევლებად 10-15% ხართ როგორც იაგო ამბობს, ან მომხრეებად, ან ყველაფრის მიუხედავად მას ქართულ ოცნებას აправებთ. განვაგრძოთ იაგოს ინტერვიუს მოსმენა. სამორჩეულთან ნაწილს აქვს. მეც მომხვდა ეს თვალში. მოკლედ ოცნების მომხრეების 11% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამდენივე 11% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება ოცნების მომხრეების. ეს ოხერიდატი არის, თუ ქართული ოცნება არასწორი მიმართულებით ან ვითარებს ქვეყანას, არ ვითარებს, როგორ გარჩებით? ქართული ოცნების მომხრე. კარგად უნდა მივადოთ თითი. შივის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე. ოცნების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანების იმედი არ აქვს ოცნების მომხრეების 6%-ს. საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია სიმართლე გითხრათ ოცნების მომხრე რო ვარ. როგორღა უნდა მეგონოს სიმართლე გითხრათ რომ ქართული ოცნება ევროკავშირში გააწევრიანებს ქვეყანას, მაგრამ ოკეი, სოციოლოგიური კვლევა, მით უფრო იაგოს ჩატარებული, ანუ მაღალკვალიფიციური პირისა და მაღალკვალიფიციური პირის ორგანიზაციისა. 13% ფიქრობს, რომ ოცნების პირობებში მისი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია. 7% მიმდინარე უწყვეტ პროტესტს ემხრობა, 11% 7% მიმდინარე უწყვეტ პროტესტს ემხრობა თურმე ქართული ოცნებისა. ეს სხვის ომში ბრძენიაო და იქით თქვენი აპროტესტეთ და ჩვენ სახლებში ვიქნებით, მაგრამ მაინც ქართული ოცნების მომხრეები ვიქნებითო? ესე არ გამოვა მეგობრებო. კარგით, ახლა შევწყვიდოთ ეს მართლა 46 წამია გასული და იაგო მე კარგათან დამაჯერებლად ხსნის იმას, რატომ შეიძლება ხდებოდეს ასე, ანუ კორესპონდენტი ჟურნალისტი ეკითხება, რატომ ხდება ასეო და იაგო დამაჯერებლად ხსნის და მე გირჩევთ რომ ნახოთ მთლიანად ინტერვიუ, აი ეს ფრაგმენტის და მთლიანად ინტერვიუს და ცხადია ისიამოვნეთ კვალიფიციური რესპონდენტის კვალიფიციური პასუხებით და კარგი ჟურნალისტის კარგი კითხვებითაც, მაგრამ კითხვა ასეთია, ნახეთ რა მოხდა, რა
კულტუროლოგიური ამბავ, ფენომენალური ამბავი მოხდა ჩვენ სინამდვილეში გასული წლის დეკემბრიდან, გასული წლის ნოემბრიდან, პრინციპში 2 წელია და პრინციპში 3.5 წელიწადია, თუ მეტი არა. რა მოხდა, მეგობრებო და ჩვენ ვიყოთ გულახდილნი ორდინალურ ვითარებაში სადღეგრძელოებს დაჩვეული ადამიანები ყველა მხრიდან. არაორდინალურ ვითარებაში აღმოჩნდით რა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენსა და იმ ჩვენ ახლობელ მეგობრებს შორის, რომლებთან ერთადაც გაგვიტარებია ძალიან დიდი დრო, ჩვენ შორის არის უბსკრული, იმიტომ კულტურული ან ღირებულებითი უბსკრული, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ჩვენ აღმოჩნდით მდინარის ორ განსხვავებულ მხარე ნაპირას. ნაპირისკენ, ნაპირზე, ხო? ერთნი ისინი იქით, ისინი რუსეთისკენ და ჩვენ აქეთ, ჩვენ საქართველოსკენ, დასავლეთისკენ. შეიძლება ისინი პირიქით მიიჩნევენ, მნიშვნელობა არ აქვს ამას, იმიტომ რომ არსობრივად ხო რეალურად ხო ჩვენ ვართ სწორედ საქართველოსკენ და არა ისინი, იმიტომ რომ ვინც რუსეთისკენ არის, თუნდაც იოტისოდენად ის საქართველოსკენ ავტომატურად არ არის. ეს რომ ვიცოდეთ. ახლა ეს ერთის მხრივ ეს რეალობაა, მაგრამ მეორეს მხრივ ამათი ნაწილი თურმე აგე იაგოს ადასტურებს 10-15% პრინციპში ფიქრობს, რომ ქართული ოცნება არასწორი მიმართულებით მართავს, არასწორად მართავს ამ ქვეყანას. და თითქოს სკიპზე არიან, რომ გადმოდგან ნაბიჯი კვლავ იმეორებ არა ოპოზიციისაკენ, რომელთა დიდი ნაწილის თუ ყველა არა შესაძლოა არც მოსწონთ, არამედ ქართული სახელმწიფოსაკენ, მაგრამ რაღაცა მაინც ამუხრუჭებთ, რა გინდა რა მიზეზი. შესაძლოა ბევრი ფიქრობს, რომ კონკურენტ უუნარო იქნება მომავალ საქართველოში. შეიძლება ბევრს აშინებს რაღაცა არასტაბილური გარემო. ეს შეჩვეული ჭირი ურჩევნია მომავალ შეუჩვეულ ჭირს, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, რომლის მოლოდინიც, რისი მოლოდინიც მას ამ კონკრეტულ ადამიანს აქვს. მაგრამ ეგზისტენციურ ნაბიჯს ისინი აქეთკენ, ანუ საქართველოსკენ ვერ და არ დგამენ. ვისაც შეეძლო გადმოდგმა აქამდე უნდა გადმოედგა და აწი მართლა რაღა უნდა მოხდეს, არა ამაზე უარესიც არსებობს, რასაკვირველია, წინა ბლოკში თქვი რომ პუტინი შეიძლება ჩამოვიდეს მერქი და ამის შემდეგ გადმოდგან ამ მოქალაქეებმა ნაბიჯი საქართველოსკენ, მაგრამ აი არსებულ დინამიკაში, რეალისტურ გარემოში რაღა უნდა მოხდეს ისეთი, რაც მათ საქართველოსკენ გადმოადგმევინებს ნაბიჯს, რაც მათ გადმოადგმევინებს ნაბიჯს ნამდვილი საქართველოს ნამდვილი ან კარგია უკეთესი მომავლისაკენ. ხო და ესენი ან ნაბიჯის გადმოდგმელები ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ არიან და შესაბამისად უბსკრული ჩვენ შორის რაც უფრო იძაბება, მით უფრო ვითარება, ღრმავდება რა ვქნათ. ჩვენ კარგავთ ადამიანებს. ერთის მხრივ, ანუ წარსულ ადამიანებს წარსულიდან და მეორე მხრივ ჩვენ ვიძენთ ადამიანებს აწმყოში, რომლებიც ალბათ და იმედი მაქვს გადაგუყვებიან უკვე მომავალ ცხოვრებაშიც. ერთმანეთს გადავყვები, იმიტომ რომ არაორდინალურ ვითარებაში როცა კრიზისი იყო, ბევრმა ჩვენგანმა ამ მხარეს ვინც არის უდრეკობა გამოავლინა. და მთავარი ალბათ ეს არის ერთი ნაწილი, ისი თქმაც მინდოდა და მეორე ნაწილი არის შემდეგი. ევროპის კავშირმა თავის საანგარიშო თავის წლიურს ანგარიშში, რომელიც საქართველოს შეეხო, თქვა რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ოქტომბერში არის დაგეგმილი, არ შეიძლება რომ ჩაითვალოს დემოკრატიულ არჩევნებად, იმიტომ რომ იქნება ახალი სუნთქვის მიმცემი ქართული რუსული ოცნების ბანდისათვის. და ეს იქნება მისი ერთგვარი ლეგიტიმაციის საფუძველთა საფუძველი. ეს ითქვა შავით თეთრზე ევროკავშირის, ევროპარლამენტის მხრიდან. ამიტომ ის მომავალი არჩევნებიც ადგილობრივი თვითმმართველობისა უკვე ამ თავითვე გამოცხადდა არჩევნებად, რომელშიც მონაწილეობის მიღება არის წარმოუდგენელი დაუშვებელი. და არა ლეგიტიმურიც არის მეთქი ეს არჩევნები და ლეგიტიმაციას თუ ვინმე შესძენს იმ არჩევნებს, არის სწორედ ის ოპოზიციური ან ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შეჰყვებიან ქართულ ოცნებას ამ თამაშში. ჩვენ და სამწუხაროდ ოპოზიციურ სპექტრს გულისხმობ. ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გახარია მოსალოდნელი იყო, თუმცა მის გახარიას პარტიის ძალიან მცირე ჯგუფი პრინციპში უარყოფით აქცენტებს სვამს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. და ლელო ძლიერმა საქართველოს რაც მოულოდნელი იყო პრინციპში, მიიღო გადაწყვეტილება ამ თამაშში შესვლის თაობაზე. ცაგერში ის იქნება მერობის კანდიდატი, აფეხებზე არ კიდიათ. გაიმარჯვებთ თუ არა ცაგერში, ხაშურში ის იქნება და
რა ვიცი, წალენჯი ხაში პირობითად ლაპარაკობ ის. სწორი ორდინალურ ვითარებაში სტრატეგია არაორდინალურ ვითარებაში და არაორდინალურ ვითარებაში ვართ ახლა ჩვენ არის ხარაკირის გაკეთების და ამასთან მთელი ოპოზიციისათვის გაკეთების მადასტურებელი თუ ტოლფასი. მაგრამ ახლა ჩემი ვიდეობლოგი იმას არ ეხება რომ ახლა გავაკრიტიკო ხაზარაძე ჯაფარიძის ჯგუფი ან გადავკრა კბილი გახარიას ჯგუფს ეს გავიგეთ ამას ლაპარაკობს ყოველი მეორე არა 2-დან 3 მიმოხილველი მე სხვა რამეს ვიტყვი ახლა და გავბედავ და ვიტყვი ასე დღეს არის 10 ივლისი შესაბამისად 30 ივლისა 31 ივლისამდე დარჩენილია 5-ია გადავამოწმოთ დიახ 10-ია სწორედაც რომ 31 ივლისამდე დარჩენილია ბატონებო 21 დღე ხოლო 4 აგვისტომდე შესაბამისად 25 დღე 25-24 საათი არის დარჩენილი საფიქრალად მამუკა ხაზრაძისთვის და ბადრი ჯაფარიძის უპირველეს ყოვლისა და იოტის სოდენა ბჟუტავი იმედი მაინც არსებობს იმისა რომ როდესაც საარჩევნო პერიოდი კი არა კამპანია გამოცხადდება და საარჩევნო მარათონი ოფიციალურად ჩაირთვება სწორედ იმ მომენტისთვის ანუ 3-2 აგვისტოსთვის 1 აგვისტოსთვის ივლისის მიწურულისთვის ხაზარაძე ჯაფარიძის დუეტი ანუ ძლიერი საქართველო გააკეთებს შეცვლის გადაწყვეტილებას და გააკეთებს გადადგამს სწორ ნაბიჯს გააკეთებს სწორ არჩევანს და უარს იტყვის არჩევნებს ახლა მე გავბედავ და ვიტყვი ბევრი ხო აგინებს ხაზარაძე ჯაფარიძეს აკრიტიკებს აგინებს საცერში ატარებს თავს ესხმის და ასე შემდეგ მე არ დავკავდები ამ წუთას ყოველ შემთხვევაში ამით ვიდრე ამის იოტის სოდენა შანსი არსებობს ბოდიში არ თქვათ არ მოიხადოთ დასაკვირველია თუმცა არც ბოდიშია სათაკილო მაგრამ არ უნდა მოიხადოთ ბადრი მამუკა მე ასე მოგიწოდეთ თქვენ უნდა თქვათ ამგვარი რამ რასაც ახლა მე ვიტყვი სხვა ამ შინაარსით სხვა სიტყვებით გარემოებათა ცვლილების გამო იმის გამო რომ ბიზინა ივანიშვილმა მოლოდინის მიუხედავად ჩატოვა საპატიმროში 55-60 პოლიტპატიმარი პოლიტიკოსებს არ გულისხმობ თუმცა ისინიც და მათთან ერთად 65-67 პოლიტპატიმარი ყავს ბიზინა ივანიშვილს და ჩვენ გქონდა მოლოდინი რომ ბიზინა ივანიშვილი ბოლოს მისი სასამართლოები იქნებოდნენ ადეკვატურნი მაგრამ ახლა როგორც ჩანს ადეკვატურები არ არიან და კიდევ ერთხელ მტკიცდება ეს მოკლედ გარემოებათა გამო ჩვენ ძლიერი საქართველო ვიცვლით პოზიციას და ბოიკოტის რეჟიმში ვართ ამ არჩევნებთან და აღარ გავდივართ აღარც ერთი მუნიციპალიტეტის დონეზე დედაქალაქის დონეზე მათ შორის არჩევნებში იმიტომ რომ ევროპარლამენტმა პრინციპში ეს გვითხრა ჩვენი ევროპელი კოლეგებიც გვეუბნებიან ამას და სულაც არ არის სათაკიდო რომ გითხრათ რომ იმ პერიოდში როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ჩვენ ასე ვფიქრობდით მაგრამ დინამიკა ამგვარია კონსულტაციების შედეგად უცხოელ პარტნიორებთან თუნდაც ეს თქვით არ მოიგონეთ ჭყილებში ვსვავთ თუ ჭყალებში ვსვავ ამას ხო ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გამოვერთოთ ამ საარჩევნო მარათონს და არ ვრეგისტრირდებით არჩევნებში აი ეს უნდა იყოს თქმული ძლიერი საქართველოს ლიდერების მხრიდან საპატიმროდან თუ ეს არ იქნება თქმული მომიტევეთ მაგრამ ლეგიტიმური იქნება მათი წიაღსვლები ვინც ბიზინა ივანიშვილის ჩარეცხვასთან ერთად თქვენ ჩარეცხვასაც ეცდება მე კი დამენანებით მათგან განსხვავებით მე კი ვეცდები დამტკიცებას მათთვის რომ არ შეიძლება გადააყოლო ნაბან წყალს როგორ არის ესეა ხო ნაბან წყალს ნაბან რაღაცას ბავშვი წყალიო ხო თუ ბავშვიო თუ რა მოკლედ არ უნდა გადააყოლო რა რაღაცა არ უნდა ქნაო მაგრამ მე ჩემი არგუმენტები იქნება სუსტი მათთან შედარებით ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო მე მგონი ესეა რაღაცა მახსოვს ბავშვები და რაღაცა არა მოკლედ ჩემი არგუმენტები იქნება სუსტი ვინც იტყვის რომ ჩავრეცხოთ მოდი ხაზარაძე ჯაფარიძის დუეტიცო ეს ამბობენ უკვე თქვენ ჩემზე კარგად იცი არა ვერ მოგერევიან და საკურველია მაგრამ არგუმენტები მათ საკმაოდ ჭრელი აქვთ მე დაგიცავთ კი ბატონო ბევრი დაგიცავთ ისიც მაგრამ მე ხო ვერ დაგიცავთ ისე როგორც დაგიცავდით თუ იქნებოდით თქვენ მართალნი მათ შორის ჩემს წინაშე ამიტომ არსებობს 4 აგვისტომდე ესეთი ბოლოვა და არჩევნები ცხადდება სწორედ 4 აგვისტოს გამოცხადდება 4 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნებიო მე გირჩევთ რომ მოიფიქროთ იმ ჩარჩოებში რა ჩარჩოებიც მე შემოგთავაზეთ ახლა ამ თამაშიდან გამოსვლის
სტრატეგია და გამოხვალთ კიდეც ამ სიტყვის თქმიდან ერთ კვირაში აღარავის ემახსოვრება თქვენი არც ბოდიში თუ მაინც და მაინც ბოდიში და მოიხადოთ და არც თამაშიდან სხვა ფორმით გამოსვლის ვერბალური დასაბუთება. ეს არის ესე, ჩვენ კარგავთ ადამიანებს, მაგრამ მე დიდი სურვილი მაქვს, რომ მოვიპოვოთ კიდეც ადამიანები, მათ შორის ის ძველი თანა სრახველთანა გუნდელები, თანა მებრძოლები, რომლებიც ჩვენთან ერთად იყვნენ ყოველთვის, ან სულაც არ იყვნენ, მაგრამ რომელსაც აქვს სურვილი, რომ ჩვენთან ერთად იდგნენ, მათ შორის ქართული ოცნების ამორჩევლებით გადმობრძანდით, აქამდე გეტყოდით აქზე, გადმოდით, გეტყოდით გუშინ და ახლა უნდა შემოგკადროთ და უნდა გითხრათ გადმოეთრიეთ, სანამ დრო არსებობს კიდევ ისიც ძალიან ცოტა. ნახვამდის.